რა მოხდა აფხაზეთში ჩვენ ამაზე როდესმე გვილაპარაკია რა მოხდა სამხრეთ ოსეთში ამაზე როდესმე გვილაპარაკია რატომ მოგვინდა უცებდა გავაუქმეთ ავტონომიები და დავტოვეთ მარტო აჭარა აი რატომ მივეცით ჩვენ აი პროვოცირებას აი ნავზე ცეცხლები რატო დავანთეთ აი რატო არ არის ამის პასუხი იმიტომ რომ დღეს ესე ყოფილიყო საქართველოს დანაკუწებული იმიტომ რომ აი ეს სამხრეთ კავკასია გამოეგლიჯათ რუსეთისთვის და კავკასია ზოგადად და ამისთვის აი ეს ერების ერთმანეთის გადამტერება იყო იდეალური სცენარი ხონდა მოვიდეთ ასე ხონდა გამოუფხიზდეთ კაი მე მაშინ 16 წლის ვიყავი და პატარა ვიყავი და ვერ ვაზრუნებდი არ ვიცოდი და ბოლომდე არ მესმოდა მაგრამ მეც კი მაშინ აი ეს კითხვები მქონდა რომ რა მოხდა რატო იმიტომ რომ მე კლასელები მყავდა აფხაზები ვმეგობრობდით არაჩვეულებრივად ბათუმში ვიზრდებოდი არაჩვეულებრივი ხალხი სტუმართმოყვარე ხალხია არანაირი განსხვავება მე არ მქონია უშელიეში აფხაზურ ოჯახში წარმოიდგინე მე სამხედრო გარადოქში ვიზრდებოდი დავით და იქ ხო იცი მაშინ საბჭოთა ჯარები როგორ იყო მამაჩემი სამხედრო ექიმი იყო აი როგორ იყო საბჭოთა ჯარები რომ უკრაინელი ყაზახი უზბეკი ტაჯიკი პოლონელებიც კი სოციალისტური რესპუბლიკებიდანაც კი იყვნენ და მე ისეთ გარემოში ინტერნაციონალურში გავიზარდე ჩემთვის იმდენად დღემდე მიუღებელია ეს ერებს შორის რაღაცა ექსტრემისტული და სეპარატისტული დაპირისპირებები რომ ძალიან მტკივნეულად განვიცდი ამას და მაშინ ხო ყველა ესე იყო საქართველოში რა გვაკლდა ამაყი ქართველების მეტი რა ვინ გახსენდება რამე იმ დროიდან დაჩაგრული ერთი ქართველი მითხარე